კონფერენცია ამ კვირას 12-13 ივნისი ეს უკვე მე-6 კონფერენცია ყოველ წელს პანდემიის დროსაც კი არ ჩაგვიგდია ცოტა რთული იყო მაგრამ მაშინაც მოვახერხეთ რა თქმა უნდა ეხლა ეს ხარისხობრივად ისეთი არ გამოდიოდა როგორიც პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ კონფერენციებია დიახ საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ამ კონფერენციას უკვე მე-6 წელია როგორც გითხარი აწყობს ჩვენ ისე ვარჩევთ ძალიან სტუმრებს, ვარჩევთ სპიკერებს, ვარჩევთ ასევე სტუმრებს, ვინც არ დარეგისტრირებულა, ურჩევ რომ დარეგისტრირდეს, იმიტომ რომ წელსაც როგორც ჩარშან, როგორც იმისინ გვეყოლება საინტერესო სტუმრები იქნებიან ესეთი წამყვანი ასე ვთქვათ ფიგურები აკადემიური წრეებიდან კონფერენცია ფოკუსირებული ძირითადად იქნება ევროპის მომავალზე და რასაკვირველია ევროპის მომავლის ჭრილში ვისაუბრებთ ჩვენი რეგიონის და საქართველოს პირველ რიგში მომავალზე და პერსპექტივებზე ასევე გლობალურ პოლიტიკაზე, მაგრამ ნუ როგორც გითხარით, აი ფოკუსი იქნება ევროპა, ევროპის სტრატეგიული ავტონომია, რას აპირებს ევროპა, გვეყოლება როგორც გითხარით, ძალიან საინტერესო სტუმრები, როგორც მოსასმენად, ასევე პანელებს შორის გასაცნობად და ნეტვორკინგისთვის და მათი აზრის გასაგებად იქნებიან ჩვენ ვცდილობთ რომ ისეთი სტუმრები გვყავდეს რომლებიც ზოგი მათგანი საერთოდ პირველად იქნება საქართველოში ანუ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ხო ეს ხალხი ანუ ამაზე ნინო უნდა გითხრა რომ ზოგიერთმა სტუმარმა რომელმაც მანამდე დაგვიდასტურა კონფერენციაში მონაწილეობა ზოგმა ბოლო მომენტში კი არ გადაიფიქრა უბრალოდ თქვა რომ ვფიქრობთ რომ შეიძლება ეს არ იყოს უსაფრთხო ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი თქვა რომ ეხლა ჩვენ მაინც და მაინც ჩვენს მიმართ კონკრეტულად ჩვენს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება არის განსხვავებული და შესაბამისად არ გვინდა გავრისკოთ იმიტომ რომ ნუ თქვენი ქვეყანა ამ ეტაპზე გადახრილი არის ანუ რაღაცას ამას მე კი არ ასე იგი მიმოწერა გვაქვს ამასთან და ხო ანუ ასეთ ფაქტსაც ჰქონდა ადგილი მაგრამ რისი თქმა მინდოდა და დავამთავრებ ვიცი რომ გადავაჭარბე ჩვენ ვცდილობთ აკადემიური წრეებიდანაც თუ პოლიტიკური წრეებიდანაც ჩამოვიყვანოთ ისეთი ადამიანები რომლებიც მანამდე აქ არ ყოფილან და მანამდე მაინც და მაინც ბმა საქართველოსთან არ ქონიათ რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოს თემით და უფრო მეტი ადამიანი იყოს აი როგორც იტყვიან რა ვიცი ამ ჩვენს თემაში ჩემპიონი ჩვენი თემის მე დროშე რომ რაც შეიძლება მეტმა ისაუბროს და იფიქროს საქართველოსზე